ყველა გზა რომში მიდის. ადგილი, სადაც ისტორია ცოცხლდება. იტალიაში მოგზაურობის მესამე ნაწილს გახსნილად ვაცხადებით. Game over. ძალიან დაღლილები ვართ, ანუ თავი მткиვა უბრალოდ რა განადრე მოგვიწია ადგომა და რატომ არის დიანა ასე დაღლილი? იმიტომ რომ დიანა და არო იტალიაში 10 დღიანი მოგზაურობით წავიდნენ. მოგზაურობის პირველი და მეორე ნაწილი კი შეგიძლია ჩვენს YouTube არხზე ნახო. ახლა კი მოვკალათეთ და ჩაუჯდეთ იტალიაში მოგზაურობის ფინალურ ნაწილს. წავედით ახლა რომის ცენტრში. რაღაცა უზარმაზარი რიგია მგონი შესასვლელი. მოკლედ ბილეთები ვნახეთ 18 და 24 ევროიანია, რომლებიც მოიცავს სხვადასხვა სივრცეებს. ხო და დღეს ჩვენ არ ვაპირებთ ყიდვას, ბარემ ხვალ ვიყიდით ამ მთელ დღეს დავხარჯავთ აქაურობაზე. და წავიდეთ დღეს დავათვალიეროთ სხვა რაღაცეები. მოვედით ცნობილ კრევის ფონტანთან. სადაც ვხედავთ ეკლესიას, რომელიც კარიც ღია და შესწავლასა, ყველგან შევდივართ. მაგარია. ეხლა მივდივართ Spanish Steps. ესპანურ კიბეებთან. მოვედით ესპანურ კიბეებთან, მაგრამ არ მგონია თქვენ დაინახოთ იმდენი ხალხია და შვილი ხელში არა იყვანს ისეთი ამბავი ხდება. ეს არის პატარა შადრევანი ტრევის. კლიპს იღებენ.
ქართველი გურამ შეროზია. ვიყიდეთ პანინი, რომელიც ხიდა 2 ცალი 20 евро. A few moments later. არო არის უკმაყოფილო, არო რატო ხარ უკმაყოფილო? 10 ევროს არაფერი არ აქვს ამას რა. ბათუმში გვაქვს პანინი და იქ ღირს 8-9 ვეგეტარიანულ ხორცს კაფეს დასწრიავი და იქ რაღაცა სოუსია გემრიელი სოუსის არჩევა შეგიძლია. აქ უბრალოდ 3 ინგრედიენტს ამატებ. ირჩევ ვეგეტარიანული და ხორცის გინდა. ხორცის არჩევაში არის ან კალბასით შევხსოვ ჩინას ან ორის ხორცს და ზემოდან ამატებ ან მოცარელა ყველს ან პარმეზანის ხორცს ვაცდები. რადგან 10 евро მივეცი. არა გადავალე. მოკლედ, სეირნავთ, ბოდიალობთ, იმიტომ რომ წინ კიდე 3 დღე გვაქვს რომში და ასე იმიტომ გადავწყვიტეთ რომ გვეჩქარა და ნელა ყველაფერი გაგვიკეთებინა. გაბედნიერდი. ყავა იყიდა იმის სამოსოს რომ ის ცუდი იყოს Starbucks-ში და გაბედნიერდი. მე და არო შევჯექით Flying Tiger-ის სასაჩუქრე ბოქსებზე ხალხნო და 4 евро ღირს და ვყიდულობთ, ანუ 4 ცალი ვიყიდეთ უკვე და ეხლა კიდევ უნდა ვიყიდოთ. აი რაღაცებია მოიქს. 4 евро ოღონდ ვინც გადაწყვეტ ყიდვას იყიდეთ სხვადასხვა მაღაზიაში, სხვადასხვა, იმიტომ რომ თითქმის ერთი და იგივეებია მოდის. კომენტარი გააკეთე. ჯერ 1 საათი ავტობუსს მივედოდი და ეხლა ზრავი ჩავუქრა და ვეღარ გქონდათ. აგერა ავტობუსი რომელიც გაფუჭდა. მიდი დაიხმარა. წამო მივააწვი. კოლიზეუმში მოვედით ისევ დღეს დავბრუნდით. გავდექით ბილეთების რიგში და სადღაც 200 მეტრიანი რიგია ბილეთების აყიდვა. შემდეგ შესვლის რიგშიც უნდა დავდგეთ და გადავიღებთ. ვიყიდეთ ბილეთები. Hello, grazie. Thanks. და შევედით 18 ევროიანი ბილეთი ვიყიდეთ, რომელიც მოიცავს კოლიზეუმს, ფორუმს და კიდე რაღაც ადგილებს. აი ასეთი მარმარილოს თუ გრანიტის კედლები იყო ადრე აქ. ერთი პატარა ნიმუში არის დამაგრებული. აქ კოლიზეუმში როგორც გლადიატორების ბრძოლა, ასევე იმართებოდა ველური ნადირობები და ასე შემდეგ და წლების შემდეგ აღმოაჩინეს უამრავი ცხოველის როგორც ძვალი Arch of Titus, the one arch right there. Okay.
მოკლედ კოლიზეუმი მოვინახულეთ, ძალიან შთამბეჭდავი იყო, მოგვეწონა, როცა ისტორიას ესე ცოცხლად ეხევი და თან ისეთ ადგილს როცა ნახულობ, რომელიც ერთ-ერთი საოცრებათაგანია. ეხლა ჩვენს ბილეთში შედის ფორუმიც, სადაც სწავლავს და დავათვალიერებთ იქაურობას. ცოტა გაგვიწვიმდა და მოვედით ახლა საჭმელად პასტა ით ესე ქვია და ფასები არის ძალიან კარგი და მისაღები. ერთი პორცია ღირს დაახლოებით 8 ევრო, დაახლოებით არა, ყველა 8 ევრო ღირს თითქმის. და შიგნით დასაჯდომი სივრცეც არის როგორც აქ, ასევე მაგალ. და აქ უყურებ როგორ აკეთებენ. და კიდევ ერთი ფაქტი რომზე აუცილებლად გქონდეთ თქვენი ბოთლი, იმიტომ რომ ყველგან აბსოლუტურად არის წყლის შადრევანი, სადაც შეგიძლიათ რომ წყალი აავსოთ. აი ესეთი. ამიტომ წყალი უფასოა რომში. მოვედით მოლში და ალბათ უკვე მიხვდებოდით რომ არომ ჩანთა შეიძინა რომელიც მსურდა მე. ნუ ზარმაზარი დეკატლონია, ფასებია იდეალური, ყველა ელვა შესაკრავი ღია. ტრადიციულად არომ უნდა ჭამოს. KFC-ს ჭამს ამჯერად. მოკლედ მორჩით რაღაცეების ყიდვას და მივდივართ ახლა სახლისკენ და ხვალ წავალთ ვატიკანში და ხვალ იქნება ჩვენი ბოლო დღე აქ ყოფნის. დღეს ჩვენი აქ ყოფნის ბოლო დღეა. ახლა ჩანთები დავტოვეთ სასტუმროში და მივდივართ ვატიკანში. ვატიკანი უნდა დავათვალიეროთ და შემდეგ წავალთ აეროპორტში. გიხარია რა? ხო, ვის დაბადების დღეა? არა. აეროპორტში ვინ გაატარებს დაბადების დღეს? არა. მოვედით, ეს უკვე ვატიკანია, აქაურობა. შემოსასვლელში პოლიციელები იდნენ და პასპორტები შეგვემოწმეს, ოღონდ მარტო ჩვენ საეჭვო ხალხს გავართ.
ჩვენ სადაც ვიყავით, ეგ არის უფასო, შეუძლია ნებისმიერ ადამიანს რომ შევიდეს. უბრალოდ გადის კონტროლს, ჩანთებზე და ასე შემდეგ. და აი უკვე 60-ის კაპელა სადაც არის, ეგ თვითონ მუზეუმს მოიცავს, რომელშიც შესვლაც 20-დან 25 ევრომდე ღირს. და ჩვენ ამ ეტაპზე არ შევალთ, ვატიკანიდანაც გავდივართ და ველოდებით ჩვენი გაფრენის დროს. მოკლედ ახლა მივდივართ აეროპორტში და მივდიოდით, ხო? და რაღაც ავტობუსი მიდის ბევრი. ერთ-ერთ ვკითხეთ, რომ მიდიხართ აეროპორტშიო და იმანაც ვკითხრა სი. ჩვენს დავჯექით და ავტობუსის აეროპორტის გაჩერებას გასცდა, ანუ შიგნით არ შედის რა, გზაზე უნდა ჩამოხვიდე, ფეხით შეხვიდე. ხო და არ გაგვიჩერა, ჩვენც ვერ მივხვდით, რომ იქნა ჩავსულიყავით და ეხლა წავედით სადღაც უკან და ეხლა მივდივართ ისევ იქით. იქედან მოვედით ასე. ახლა ისევ იქით მივდივართ. დავთ გავართ აქ. მოვაგენით ხალხნოვანი ნერვიულოდ. ესეთი პატარა აეროპორტია, ბათუმზე პატარაა მე მგონი. და დაველოდებით ახლა ჩვენს გაფრენას. აბა დროებით მეგობრებო, იმედია მოგეწონათ ჩვენი ვლოგი და რამეში მაინც დაგეხმარებათ. შეგიძლიათ რაიმე კითხვები თუ გაქვთ კომენტარებში დაგვიწეროთ, აუცილებლად გიპასუხებთ. რომში მოგზაურობაზე და აბა დროებით შემდეგ მოგზაურობამდე. და რაღაცა კიდე ინგრედიენტები იყო. კონსერვის კი არის. პომიდორი მშრალად, რაღაცა კონსერვი და კონსერვები. უბრალოდ შეიძლებოდა რაღაცა პროცესის დასმა რაღაცა. მან უთხარით ადამიანს რომ პირველად ვიჭავდა რა შემოხდავაზე და რაღაცა ისე აკეთებდა რომ მოგვაკეთებდა კიდე მოიცი.